მოგესალმებით, ჯევროუდის მაყურებლებო. პირველ რიგში მადლობა ამდენი გამოხმაურებისთვის და კომენტარისთვის, გამოწერებისთვის. დღევანდელ ვიდეოს რაც შეეხება, როგორც დაკვირდით, გამოვიწერე რაღაც ნივთი, ამ შემთხვევაში პოლირების აპარატი ტემუდან და მოდი ვნახოთ, როგორ გავაკეთებ პოლირებას. გეტყვით, რომ არასდროს არ გამიკეთებია პოლირება და უბრალოდ გამოვიწერე საცდელად მაინტერესებს რა სიზავს. მოდი შევამოწმოთ ერთად, ეს აპარატი ნამდვილად კარგია. დღეს არ იქნება ტრენინგი და კურსი იმის თუ როგორ გავაკეთოთ პოლირება, უბრალოდ იქნება ამ აპარატის გატესტვა, ესე ვთქვათ და წამოდი გავტესტოთ. ესეთი პატარა აპარატი გამოვიწერე. გეტყვით ფასადს რაც დამიჯდა დაახლოებით 60 ლარი ჩვეულებრივად. აი ეს აპარატი არის. მოყვება რამოდენიმე თავი. აი ეს სითხე არის. და ახლა დავიწყებ ნელ-ნელა პოლირებას. რა სიზავს მეც მაგრად მაინტერესებს და თუ ამოიყვანს რამოდენიმე ლაქას. პირველი მინდა აი ამას შეხედეთ. ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის ამის კაპოტი. არ ვიცი რამდენად ამოიყვანს ახლა ეს, მაგრამ მაინც მოდი ვცდი. არ ვიხმარ ახლა ესე ვთქვათ შკურკას, იმიტომ რომ აქ შეხედავთ ახლა რომ ლაკი საერთოდ არ ასხია, შეიძლება ვიდეოში არ ჩანს, მაგრამ ამაზე რომ შკურკა ვიხმარო, სამწუხაროდ მთლიანად ააცის ყველაფერს და ეს არ მაწყობს. უბრალოდ მაზით და აი ამ აპარატით ვეცდები რომ გავაკეთო, რაღაც ვიდეოებსაც უყურე, წავიკითხე ინფორმაცია და რაღაც ბეისიკ დონეზე შემიძლია რომ გავაკეთო და მოდი ვნახოთ ერთად რამდენად შევძლებთ და შემდეგ შევადაროთ before after-ი როგორ იქნება. ხო, პირველ რიგში სანამ ამას გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, იცით რომ მანქანა უნდა გარეცხოთ ძალიან კარგად და არანაირი წვეთები არ უნდა გქონდეს მანქანას. მოდით ახლა ესე გავაკეთოთ. ამოვიღოთ ეს აპარატიდან. რამოდენიმე წაუსმევთ, რომ კარგად შეეზილოს, ესე ვთქვათ. რამოდენიმე ადგილზე. კაი სმეტანა. ის ძერო იყო ძეს. ქათმის კლინწზე გაზრდილი პოლირების სითხე არის. რო იცოდეთ. რავი. ზოგს იმდენი მძღნერი აქვს ნაჭამი, ქათმის კლინტი არაფერს არ უზავს თარწმუნებული ვარ, მაგრამ მაინც აფასია. კარგი. მოდი დავიწყოთ აი ამ ადგილიდან. ვნახოთ. კარგად გაიფრიფოს ეს სიგარი. მესმის სასაცილო არის ახლა ამითი პოლირების გაკეთება, უბრალოდ ტესტავ ამას. რავი, ზოგმა მითხრა რომ აი აჭრელდება ის ეს და მეც მაინტერესებს ახლა. საერთოდ ზედა არ მინდა რომ უპირო მანქანას, მაგრამ ამაზე მეც ახლა ამ კაპოტს მე ვერაფერს ვერ დავმართებ რასი. გაიქნა კარგად. ვნახოთ. აჰა. ცოტა გაუშვა. კარგი. ეხლა გავაკეთოთ შემდეგი. უკვე კარგად არის ეს დასველებული. ამიტომ გავახურებ ამას. მომხარესაც მე მოდი. კაი, აი ეს ადგილი მაინტერესებს ყველაზე მეტად რა სიზავს. აი აქედან დავიწყე.
ადგილიც არ მომწონდა. ეს შევადარებ. აბა გადავუსვათ. არა, ამ დამწვარს რაღაცას ვერ იღებს ეს. რატომღაც ვერ იღებს ამ დამწვარ ჯიგარს. ეხლა შევცვლით თავს და მაინტერესებს მე სხვა თავით რას იზავს, აბა. უნდა ვნახოთ სხვა თავი. აბა აი ამ თავს დავუყენებ ეხლა. და ამაზე რას იზავს, ეგეც მაინტერესებს. არ უნდა დავგვესხას. აბა ამაზე ვნახოთ. ამდენად გააპრიანებს. ეს ხარე კარგად გააპრიანა, ეს ხარე ვენა. ხარები ხوار გავაკეთე. ესენი ვერ ამოვიდა. ამას მე მგონი სხვა პოლირების აპარატიც ვერ ამოიღებს. ასე რომ აზრი არა აქვს, ამაზე თქულა არ დაიხარჯოთ. ეხლა ვნახოთ პატარა ნაკაწრები რაც არის. ფარებზეც მაინტერესებს რას იზავს. მე მგონი ცოტა გამოიხედა. აი ეს ადგილი მაინტერესებს ყველაზე მეტად ეხლა. აი ამ ადგილზე რას იღავს. კარგად გამოიყურება. აგე? იმას ჯობია რაც იყო. რა კარგად გააკეთა ნახეთო. აი, ეხლა მეორე ფარზე გადავიდეთ, აბა. ნახოთ ეხლა ეს ფარი. და ეხლა კიდე გავუკეთებ პოლირებას ამ ფარსაც. აბა ვნახოთ ესენი რას იზავს ფარზე.
აჰა. აბა გადაუსვათ. ვიდეოში არ ვიცი როგორ ჩანს ახლა მეგობრებო, მაგრამ უფრო მკვეთრად იქნება და უფრო გააპრიალა ესე ვთქვათ და ძალიან კარგია. ხო, აი ახლა ეს ამაზე აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად გასმულია და მოკითხვა აქედან ვინც გაუსვა. არ ვიცი ვინ გაუსვა მას. ნახოთ, აბა სხვა რამე ნაკაწრები ისეთი რაც შეიძლება რომ ამოიღოს და ვსინჯოთ თუ ამოიღო. აქ ნაკაწრები ვნახოთ. ისეთი რომ ცოტა გამოჩნდეს კადრში მაინდა. აი ეს ნაკაწრი. ალბათ ჩანს ვიდეოში. ჩანს. ხო, რაღაცნაირი ნაკაწრია. ვნახოთ. აბა ამას თუ ამოიღებს. აი ამას ის. და ვერ ამოიღო. ნუ მოკლედ ეს აპარატი ვერ ჩააბარებს ტესტს მე ვატყობ დღის ბოლოს. ეს ნაკაწრები წინა მხარეს, უკანა მხარეს. კიდევ სადა აქვს ნაკაწრი? ნუ აი ამ მხარესაც აქვს. აი ეს ნაკაწრი მაინტერესებს თუ ამოიღებს ამ ნაკაწრს. და კიდევ აი ეს მხარე, აი აქ ჩანს კარგად. აბა ამასაც ვნახოთ. აბა ვნახოთ ახლა ეს ადგილი. ეს ცოტა ამოიღო მე მგონი. ხო? აი ესეთ პატარა რაღაცებს იღებს. აჰა, ამოიღო. იმაზე ბევრად კარგი არის ახლა. ნუ რაღაცა ქნა, რაღაც პატარასავით გააკეთა ახლა. განაჩენი არ ვიცი, რაც არ ვიცი ვერ გეტყვით. აი ეს ადგილი არ მომწონს ახლა და ამაზე მინდა რომ გადავატარო პოლირება. აი ამ ხარეს მაინც. ნახოთ.
ნახოთ ახლა რას იცავს ეს ჯიგარი. ცოტა ხანი დავალოდოთ რომ გაშრეს. ნახოთ რა შედეგი. ის ვერ ამოიღო რაც მე მინდოდა სამწუხაროდ. მაგრამ ფარებზე კარგი შედეგი მომცა. ეს გადავწეროთ. აჰა. ცოტა გაშრეს და მანამდე რაღაც სხვა დეტალებსაც ვნახავდი. აქ არ მინდა ეს დეტალი რაც გავაკეთე. ეს დეტალი არ ამოიღო სამწუხაროდ. ვერ ამოიღო. აქ კიდევ აქვს ეს ნაკაწრები, მაგრამ არ ვიცი რამდენად ამოიღებს ამ ნაკაწრებს. დახაზული არის. კარგი, მოდი მანამდე უკანა ფარებს ვსდი და ამით გავაკეთო, თუ ვიცი. აბა მეორე აი ამასაც ვსდი, რა ვიცი. იქნება ამან უფრო უშუალოს. აჰა. აბა ამით დავიწყოთ. რაღაც ეს თავი უფრო კარგად მომყვება მე მგონი. მოდი ამითი გავალ აბა ახაც ბოლომდე. ეს უფრო კარგი თავი არის მე მგონი, ხო? უფრო კარგი ბრუნი აქვს და უფრო კარგად მიკეთებს თავის საქმეს. ამის ამოღების ილუზია არ მაქვს, ეს ამოიღებს ამას, მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს რა შეძლებს. კარგი, ჩვენი მოვიტანოთ, სად არის? აჰა. აბა ახლა ვნახოთ, ისინი მოვწმინდოთ. არა, აშკარად ეს თავი უფრო მომეწონა, რატომღაც, აი, იმ თავება რატომღაც ეს გამიფუჭა და აი ამან არა. ძალიან კაი თავი ყოფილა ეს. აი, შეხედეთ. ეთყობა კიდევაც. ესენი ვერ ამოიღო, ბაზარი არა. არც ხონდა იმის ილუზია, რომ ამას ამოიღებდა, მაგრამ თვითონ რა ეფექტიც მინდოდა რომ კონდეს, ნაწილობრივ შეასრულა. ოღონდ აი ამ თავმა გააკეთა ეს ორი თავი რაც ვიხმარე, არ ვიცი. ორივე პოლირების არის, მაგრამ ფაქტია, რომ ამ თავმა უფრო კარგად გადაიტანა. მოდი ახლა მთლიან კაპოტზე გავუშვებ ამ ყველაფერს. გავნახო. ესე დავადოთ. აჭრელებს თუ არ აჭრელებს, მაგრად კიდია ახლა, იმიტომ რომ ეს კაპოტი მაინც გადასაღები არის. ასე რომ ჩემს მაგივრად არ ინერვიულოთ, აჭერდებათ თუ არა.
რას კლინტია? ესეც. მეტყობა რომ არა პროფესიონალი ვარ, ხო? ბაზარი არა. აჰა. მე წავს. გააფუჭა ბიჭო, მანქანა გააფუჭაო, იტყვიან ახლა. აბა 300 ლარის გადამხდელი მე არა ვარ და 400 ლარის ახლა ამის პოლირებაში და. ვიცი, მო. რაც არის, ეს არის. აბა წავიდა. ეს ვიდეოც მიყვება. დავშარე. ელემენტის მომწოს, სხვათა შორის მთლიანად ვერ მოვასწარი დატენვა. სადაც შუამდე არის დატენილი. შეუძლებელად USB-ს იტენება, მანქანაში შეგიძლიათ ჩაერთოთ და ანუ ეხლა ბენზინზე უფრო კარგად დაიტენება, მაგრამ მე მგონი ეს აპარატი ხა თავის ფასიდან გამომდინარე თავის საქმეს ასრულებს. ფარებზე მომეწონა კარგად გააკეთა. დანარჩენი ვნახოთ ეხლა რა შეუძლია. ეს არ არის პროფესიონალის აპარატი, მაგრამ უცებ რაღაცა პატარა ნაკაწნი ან რაღაც უცებ რომ ამოვიღოთ, მე მგონი რომ გამოგადგებათ რა. ანუ ახლა პროფესიონალურ დონეზე თუ გადაწყვიტავთ რომ გააკეთოთ, ნუ მაშინ უკვე სხვა ცოდნა გწდება და მე ცოდნა არ მაქვს და რა ვიცი. რო არ მინდა და ფულის გადახდა, აუდექსზე გამოვიწერე ეს აპარატი. აბა გავაგრძელოთ შემდეგ. ხეში ასე პატარა არის და რაღაცა საყვარელი ფორმა აქვს. დაბჟიალობს თავისთვის რა გინდა. უაზე აგინა პოლირება ძმა. იაფად გაგიკეთება. უაზე იაფად. რა კარგად გადაიტანა, ნახეთო, ძალიან კარგად გადააქვს. ნუ რაღაცები შეიცვალა, რამოდენიმე წუთის წინ რა ვახსენე. ნუ ის რაკატრები ვერ ამოიღო, შეიძლება იმპოლირების იმანაც ვერ ამოიღოს, რა ბარგალკაზე უაქვს ზემოდან და რო ვაბჯვიალე. მე ამის უფრო მინდა რომ ხასხასა და კარგი ეფექტი ქონდეს, ვიდრე აქამდე იყო. რეალურად აი ეგ მინდა რომ გავაკეთო და ნახოთ აბა რამდენად გამომივა რა. ყველა ადგილზე შევეცდები რომ მიუძე ახლა. აჰა, მას გადავატარო. ამარა დააშავა. Subaru სული და ყურებს მეგო. არ გვაქვს შეცდომის უფლება. მოკლედ, ეს ახლა კაპოტი. ხედავთ კიდევაც ახლა, ნუ არც მე ვარ პროფესიონალი და ერთის აპარატი არ იყო პროფესიონალის, მაგრამ თვითონ კაპოტს აქვს, რა ვიცი, საერთოდ არასხია, ხელზე მომყვება ყველაფერი.
საერთო ჯამში რა შემიძლია რომ თქვა ახლა. და რისი ჩვენებაც მინდოდა, რისი მოლოდინიც ჰქონდა, ის გამართდა. ესეთ ზედაპირებზე, თუ არ არის კრასკა კარგად გაკეთებული, სავარაუდოდ ვერ გააკეთებთ. ესეთ დაზიანებულ ამძროა კრასკაზე, ესე ვთქვათ, და გადახუნებულზე აზრი არ აქვს, არ გააკეთოთ. რაც შეეხება ფარებს, მინდა გითხრათ, ფარები მართლა კარგად გააფრიალა, ვიდეოში არ ვიცი როგორ გამოჩნდება, მაგრამ მე რასაც უყურებ ახლა, უფრო გამოიხედა და მოდი აბა კიდე უკანად ვსინჯოთ უკანა მხარეს ფარების გაკეთება. ეს კაპოტი იყოს ესე თავისთვის. არავის არაფერს არ დაუშავებს. ეს ნაკაწრები, ვერ ამოიღო, ვერ ამოიღო სამწუხაროდ აზრი არ აქვს ამას. ეხლა ვნახოთ თვითონ ამაზე. აი, ესეც ფარი. უკანა ფარი. ამას ხო არ აქვს კრასკა ამძვრალი, უბრალოდ არ არის დამწვარი და ეხლა ამაზე შევამოწმებ რა, რამდენად წამოიღებს. და რეალურად სრულ შედეგს მე ნახავთ და მეც გეტყვით რა, როგორი იყო და რანაირად არის ახლა. თლაც ისე რომ არ გამომივიდეს, რომ ფურაბანძი აპარატი არისო, ძალიან მომეწონა ეს აპარატი და იმედი მაქვს, რომ არ მივიტყვი ამაზე სულ. კარგი, დავიწყოთ. აი, მთლიანად კარგად გადააქვს ახლა ფარი, კარგი ფარი არის ეს ზოგადად. არ არის დამწვარი, როგორც წეღან აღნიშნე და ნორმალურად წამოიღო რა. ფარების პოლირება მაინც შეგიძლიათ ამ აპარატით, როცა გინდათ და რა დროსაც გინდათ. ეს ყველაზე კარგი პონტი არის ამისთვის. აჰა, აბა ეხლა ვნახოთ ჩვენი ფარი. აჰა, შვენიერი. აგი? გამოკუსა თვალები. კი. ფარს კარგად აფრიალებს ნამდვილად. რა ვიცი. მე მგონი რომ ცუდი ნამდვილად არ არის. ამ დებილობებს მოვაშორებ ახლა. აჰა. კი, ფარი კარგად გამიკეთა. აბა მეორე ფარი ვნახოთ, მეორესა. მეორე ფარზეც გავაკეთოთ. ჩვენი რამიც. 1 2 3 4 1 2 3 ნაბატონო. ესე ჩვენი ფარი. აჰა. გაფუჭებით, ნამდვილად არ გაფუჭებულა. არა მიჭრელა, რაც თავარია. რა, მე მგონი კარგად გააკეთა რა. რა სიტყვა გიო. კი, საკმაოდ კარგად. კი. ეს ახლა არც იყო რეალურად ისეთი რომ რაღაც განსაკუთრებულად ნადები რო ქონოდა, მაგრამ მე ხა თვალი დასაც ვატყობ, მე მგონი მართლა კარგად გააკეთა და იდეალურ მდგომარეობაში არის ეს ფარი. დანარჩენი ახლა აღარაფრის გაკეთებას აღარ დავაპირებ. რა ვიცი, რა შემიძლია რომ გითხრათ ახლა, ამ აპარატზე, პირველი ის რომ ცოდნა უნდა ამის გაკეთებასაც, მართლა პირველად გავაკეთე და არასდროს არ გამიკეთებია, უბრალოდ ინტერესი მქონდა მაგისი. თლიან მანქანას რომ აზრი არ აქვს ახლა ამით გაკეთებას, იმიტომ რომ გადავაჭრელებ საერთოდ და უარესი იქნება. ამიტომ ჯობია რომ ესე იყოს, აი ლაკიც არასხია. საომალოდ მე რაღაცას ვიზავან, ვინმეს მივუყვან, უბრალოდ ჯერ გადასაღები არის თლიანად გუზავ მე რასაც უყურებ. იმიტომ რომ ამას პოლირებით ვერ გამოვასწორებ. კარები არის ძალიან ცუდად შეღებილი, როცა ჩამოიყვანეს მე არ შემიღებია ეს. მაგრამ არ არის სწორად დასხმული კრასკა და არც ლაკი არ აქვს დასხმული. ასე რომ იყოს არაუშავს, მანამდე კიდე ბევრ ნაკაწრებს აიტანს ეს მანქანა. და სამომავლოდ რა ვიცი, რო იცოდეთ. დადებითად ვარ მაინც ამ აპარატის მიმართ განწყობილი, იმიტომ რომ ფარებზე ძალიან კარგად გააკეთა პოლირება. მასზე ვიყიდე ჩვეულებრივი უნივერსალები, ეგ არ გამომიწერია. აქ ვიყიდე, ჩამოსასხმელი რო არის, სადაც 20 ლარამდე ღირს, სადღაც 100-200 გრამამდე. ნორმალურად იყო ახლა ფარები ნორმალურ მდგომარეობაშია, ამ კაპოტს კიდე არაფერი არ ეშოლებოდა არც აქამდე და არც ამის მერე.
საერთოდ ჯამში მინდა გითხრათ, რომ რა ნორმალური აპარატი არის, შეგიძლიათ გამოიწეროთ, ტემუზე ვიყიდე, არაფერი საიდუმლო არ არის და თქვენ სპონჯში, რა ვიცი, ფარებს მაინც გააკეთებთ. ვიღაცა იტყვის ახლა 10-15 ლარების ფარებს გაკეთებოდა. კი ბატონო, თქვენ მიბრძანდით და გადაიხადეთ ფული, არ არის პრობლემა. უბრალოდ მუღამი მქონდა, რომ გამიკეთებინა და გავაკეთე კიდეც. დანარჩენი, რა ვიცი, შემოგთავაზებთ კიდე სხვადასხვა ვიდეოებს ამ კუთხით, ბევრ რაღაცებს ვაპირებ, რომ ვიყიდო და გავტესტოთ. და რა ვიცი, 10-დან ამ აპარატს დაუწერდი ალბათ, 6 რა. აი 6-იანი კოჭლობით, 5-იანი გამართული. ესე ვთქვათ. და დანარჩენი, რაც შემიძლია, შემოგთავაზოთ ახლა ის არის, რომ თუ არ გინდათ, რომ ესე გააჭრელოთ, ან რაღაცა მოვიდეს მანქანას, მიუყვანეთ ვინმე პროფესიონალ ბიძიას, რომელიც გადაგახტევინეთ სადღაც 300-400 ლარს. თქვენს ბედნიერი იქნებით და ისიც. ეხლა ამას გავწმინდა მე მთლიანად. ჯერ კიდევ ცუდად ასწია და მაინც მაინტერესებს საბოლოო შედეგი როგორ იქნება. ანუ იმაზე ცუდი იქნება თუ არა. აი ეგ მინდა რომ კარგად შევამოწმო რა. ნუ იმაზე ცუდი ნამდვილად არ არის რაც არის რა. უარესი არ მოსვლია. აი ეხლა კარგად ჩამოვაშორეს ხსნარები რაც მივას ხსნარი რა პასტა პოლირების. ნუ ესე გამოიყურება. ამას კიდე გადავატარებ ოდნავ სველს. ნუ არც არაფერი შეცვლია და არც არაფერი არ გაგვიფუჭებია. ცოტა რომ შეშრება ალბათ მე უფრო სხვანაირი ფერზე გადავა. და რა ვიცი. ასე თქვაც პატარა ტესტი ჩავატარე ამ აპარატის. აი ესეთი კაპოტი იყო და დარჩა ისევ ესეთი. არაფერი არ შეიძლება ამ კაპოტს. ვთქვათ, აი ეს დამწვარი ლაქები რო არის, აი ეს, ანუ ამას მე მგონი თვითონ ის პროფესიონალი აპარატიც ვერ ამოიღებს, არ ამგონია რომ ამოიღოს. მცირე ნაკაწებსაც შეეხება ახლა მცირე ნაკაწრი ყოველთვის უნდა ქონდეს მანქანას, ისი არ გამოვა შემოწმაო. ესეც ესე. აი რო გითხრათ, აი როგორი ის არის, აი პრიალებს რა, შეიძლება კაცი არ ჩანდეს. პრიალებს, აი კარგად პრიალებს, ეხლა რომ გადავწმინდა უფრო სველი ტილოთი, სუფთა ტილოთიდან ოდნავ სველით, პრიალებს და იმაზე უკეთესი ვიდი აქვს. ოდნავ დაფარა, აი ეს რაღაცეები, არ ვიცი ხლა ჩანს თუ არა. სულ ოდნავ დაფარა. აი. ანა მომწონს პრინციპში. რაც შეეძლო გააკეთო. ხო, რაც შეეძლო გააკეთო, ახლა ეს არ არის ის აპარატი, რომ ამით მიადგე მთლიანი მანქანა გააკეთო. მაგრამ კიდე ერთ ვიტყვი, ეს აპარატი, აი ეს აპარატი რაც არის ახლა, მარტო პოლირებისთვის მე ამას არ გამოვიყენებ, იმიტომ რომ აი ხსნარების პონჩი თუნდაც დისკების გაწმენდა თუ გინდათ, იდეალური ვარიანტი იქნება, რომ ახლა ამას არ მივადებ, მაგრამ სხვა თავებს რო ვიყიდი, დისკებს გააპრიალებს, კარგად დარწმუნებული ვარ. კიდე ისეთ ადგილებს, სადაც ანუ ტილოთი ვერ მიუდგებით, შეგიძლიათ მაგითიც გადაატაროთ. ასე რომ რაღაც უნივერსალური სპონჯი გადის ეს აპარატი. და მომეწონა რა. მოსაწონი უნდა ვაკეთოთ ახლა ძმაო ყველაფერი თორე. ამათ ცუდი თუ ვაკეთეთ. შვენიერი არის. აჰა, პატარა არის, მარტივი არის. ნახევარზე დატენილთ, კი გამიძლო ჩვეულებრივად. ძალიან დიდი დაწოლა მიდის ახლა ამაზე მაინც და ცოდო არის, ეს პატარა არის. ჯერ არ შეიძლება ამისთვის. ამხელა დატვირთ. ნუ მოკლედ დაგემშვიდობებით, რისი გადაღებაც მინდოდა, ავდექი და გადავიღე. გიგითხარით რომ არ ვარ პროფესიონალი ამ საქმეში და პირველად გავაკეთე. ვთქვათ, თქვენც რო იცოდეთ რა, რა შედეგს უნდა ელოდეთ ახლა. გამოიწეროთ და წავიდა პოლირება გავაკეთოთ და ხვალ-პაზმა ფულს დავზოგავთ, ესე არ გამოდის, იმიტომ რომ თუ რეალურად გინდათ პოლირების გაკეთება, უნდა მივუყვანოთ სპეციალისტთან. ჯობია, ნუ გადაიხადოთ ის ხარჯი თუ გიღირთ რა თქმა უნდა, მე ამ შემთხვევაში არ მიღირს, იმიტომ რომ მანქანა არის გასაკრასკი და ჯერ აზრი არ აქვს ამის პოლირებას, როგორც გითხარით. დანარჩენი რაც შემიძლია გითხრათ, რომ ნორმალური აპარატი არის, ფარებისთვის მართლა კარგი არის, ხუმრობა რო იქით იყოს, ფარებზე ნორმალურად იმუშავა და გააპრიალა საკმაოდ კარგად. პატარა ნაკაწრები, რავი, ხლა სუმცირედით, აი ამოიღოსავით რა, რო გითხრათ. ბოლომდე ვერ ამოიყვანა ვერანაირად. მაგრამ რავი, რაც არის, ეს არის რა. დაგემშვიდობებით. გამოიწერეთ არხი და დაგვიწერეთ ბევრი კომენტარი.